ქრონიკის ინფორმაციით ელენე ხოშტარიას რუსეთიდან დაფინანსება გაეზარდა. მხოლოდ აპრილის თვეში მის ოჯახს $250,000-მდე ჩაერიცხა. საკითხზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. იმაში, რომ საქართველოში ვითარება აიწეწოს და საქართველოს არ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას, ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში, ინარჩუნებს ქვეყნის განვითარებისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის სხვადასხვა მიმართულებიდან ინვესტიციების მოზიდვას ძალიან ბევრის ინტერესებში არ შედის. მათ შორის იმათ ინტერესებში, ვინც აგერ $250,000 ურიცხავს ქუჩის პროტესტის და გადატრიალების ყველაზე აქტიურ ანტირუსულ მოვლენას. $250,000 გესმით თქვენ რა თანხა არის და ეს ყველაფერი მართლდება იმით, რომ მართლა გენიალურმა ქართველმა სასცენო მხატვარმა თავის დროზე ათეული კი არა, ალბათ ერთი 60 წლის წინ საბჭოთა კავშირში დეკორაციები შექმნა ერთ-ერთი პიესისათვის და ყოველთვიურად ათასობით და ახლა აგერ $250,000. ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს დაერდის რუსეთს, პირდაპირ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და როგორც კი კრიტიკული სიტუაცია იქნება ჩვენს ქვეყანაში და აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია სჭირდება პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა, თვეების მიხედვით მუდმივად ესდება ეს დაფინანსება ელენე ხოშტარიას და აქაც რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ გარეჩარევების შემცირებაზე უნდა ვისაუბროთ, თქვენს მას როგორც ფიზიკურ პირს ერიცხება ეს თანხები სამწუხაროდ გრანტების შესახებ კანონში ეს რეგულაციები ვერ მოექცევა, თუმცა ფაქტი, რომ ის ფინანსდება რუსეთის ფედერაციიდან და ეს დაფინანსება არ მზარდი, კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორი პროდასავლურია ელენე ხოშტარიანი, ზოგადად რადიკალური ოპოზიცია.